თქვენი ყველაზე ღრმად დაფარული სურვილი და უწერიეთ თუ არა მას ახდენა და რეალიზება. იფიქრეთ საკუთარ თავზე და შეგიძლიათ საკუთარ სურვილზეც და ნახოთ რა არის თქვენი ყველაზე ღრმა შინაგანი სურვილი. მოკლედ, შინაგანი სურვილს რაც შეეხება, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს შვილი გინდოდეთ პირდაპირ გაგებით, ან შესაძლებელია რაღაცა ურთიერთობის აწყობა გსურდეთ პარტნიორთან, საპირისპირო სქესთან. თითქოს გაკლიათ მოდუნება, სილაღე, პოზიტივი, ოპტიმიზმი, დასვენება. აი რო იტყვით, რომ ვაიმე, აი როდის მეღირსება დასვენება, შეიძლება ბევრ თქვენთაგანს ეს სურვილიც გქონდეთ. შეიძლება შვილთან იყოს დაკავშირებული თქვენი სურვილი, ან პარტნიორულ ურთიერთობასთან იყოს პარტნიორთან დაკავშირებული. არის ესეთი მომენტიც, აი თითქოს შინაგანი ემოციების ბალანსი, შინაგანი ჰარმონია, შინაგანი სიმშვიდე, რაღაცა მომავლის იმედის დანახვა გინდათ, აი ძალიან გულში ღრმად გინდათ გწამდეთ იმის, რასაც აკეთებთ, რომ მომავალში პერსპექტიულია ნაყოფს გამოიღებს და ტყუილა არ გიწვალია, ტყუილა არ გიშრომია და ტყუილა რაღაცისთვის არ იბრძვით, ანუ გინდათ დაინახოთ მომავლის რეალური სურათი და პოტენციალი და პერსპექტივა. ნახოთ აბა რამდენად არის ეს სურვილი რეალიზებადი და რამდენად მიაღწევთ აი ამას, რაც გინდათ, რაც ეხლა ჩამოვთვალე. სურვილის მიღწევა შესაძლებელი არის, შეუძლებელი არ არის, ზოგადად ესე ვიტყოდი, ზოგად ენერგიებში. პირველ რიგში შინაგან თქვენს თავებში უნდა დაალაგდეთ და აი ოღონდ მართლა უნდა გაერკვეთ გულწრფელად რა გსურთ. თუ ეს სურვილი გარედან არის თავს მოხვეული, მაშინ გეტყვით, რომ ნაკლებად არის შესაძლებელი, რომ ასრულდეს. თუ აი თქვენ სულში, გულში, არ ვიცი, მთელი სხეულით გინდათ რაღაცა, ის აუცილებლად ასრულებადია, ჩანს კიდეც რომ არის შესაძლებლობა, აქ შეიძლება მარტო არ იყოს და სხვა დაგეხმაროთ, ან ადამიანი, ან რაღაცის დალაგება თუ გინდათ დაალაგოთ, ძალიან ძლიერები ხართ, ძალიან ყოჩარები ხართ, ვერ ვიტყვი რომ ხა ესეთი ტიპები არ ხართ უსაქმურად და მოდუნებულად და გარედან ელოდებოდეთ. შეგიძლიათ სიტუაციების მართვა, თქვენ სასარგებლოდ წაყვანაც, უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ და დაინახოთ თქვენი ეს შინაგანი უზარმაზარი პოტენციალი და რესურსი, რაც გაგაჩნიათ. სურვილი ნამდვილად შესრულებადი ვერ გეტყვით, რომ ესე უცებ და ერთ დღეში ამოისუნთქებ და აღარაფერი შეგაწუხებ და ყველაფერს 10-იანზე დაალაგებთ, მაგრამ აი შანსი არის რა. აქედან უნდა დაალაგოთ პირველ რიგში. აქ უნდა დაალაგდეთ. ემოციებში უნდა გაწონასწორდეთ და დაბალანსდეთ. ქვეცნობიერ დონეზე თუ დაალაგდებით, მატერიალიზებას ძალიან მარტივად მოახდენთ უკვე თქვენი ჩანაფიქრების.